დღეს მინდა გესაუბროთ უწესობასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ესეთი მოსაზრება, რომ რადგანაც ხალხი იქცევა უწესოდ, ამიტომ მნიშვნელოვანია ბევრი წესის მიღება და ვისაუბროთ რა იგულისხმება ამ უწესობაში, რა იგულისხმება ბევრი წესის მიღებაში და მის გამომწვევ მიზეზებში შევეცდები, რომ ეს მეცნიერულად დავაჯგუფო ყველაფერი და ამ მოკლე ვიდეოში აგიხსნათ. უწესობაში პირველ რიგში უნდა იგულისხმებოდეს ნორმიდან გადახრილი ეგრეთ წოდებული დევიაციური ქცევა და დევიაციურ ქცევას შეისწავლის კრიმინოლოგია, ხოლო რაც შეეხება წესების მიღებას უწესო ქმედებების წინააღმდეგ, ამაში იგულისხმება ქმედების აკრძალვა, იქნება ეს ადმინისტრაციულად თუ სისხლის სამართლის წესით, ეს არის ერთი მხარე, ხოლო მეორე მხარე არის უკვე აკრძალული ქმედებისთვის გაცილებით მკაცრი სანქციის დაწესება და ვნახოთ შევამოწმოთ, რამდენად შეიძლება ეს ეფექტიანი იყოს. პირველ რიგში ვისაუბროთ რა არის ამ უწესების უნორმო მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი. ითვლება, რომ ადამიანები დევიანტურად, ანუ უწესოდ, იმიტომ იქცევიან, რომ სახელმწიფოს კონტროლი და ავტორიტეტი იმდენად შესუსტებულია, რომ ის ვერავით არ მომარალურ მიმართულებას ან შემზღუდავ ბერკეტს ვერ სთავაზობს თავის საზოგადოებას, ხოლო საზოგადოებაც გამოსავალს აი ამ ნორმიდან გადახრილ ქცევაში პოულობს, ანუ წარმოიშვება ეგრეთ წოდებული ანომიური მდგომარეობა და ანომია გადაქცეული არის საზოგადოებრივ უკმაყოფილებასა და დერეგულაციის მდგომარეობად, რომელიც იწვევს დევიაციას, თუმცა, როდესაც საზოგადოებაში ჩნდება ანომია არის ნორმალური საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირების ნაწილი და გამოხატულება და პროტესტი იმ უფსკროლის მიმართ, რაც არსებობს ერთი მხრივ სახელმწიფოსა და მეორე მხრივ საზოგადოებას შორის, იმ სახელმწიფოს შორის განსაკუთრებით, რომელიც მაგალითად რაღაცას პირდებოდა თავის ხალხს და ეს დანაპირები ვერ შეასრულა, ამიტომ არის შექმნილი ანომიური მდგომარეობა. ანომია თვითონ თავად ტერმინი გაშიფრა ფრანგმა სოციოლოგმა ემილ დურკემმა, შემდგომში რობერტ მერტონმა შეეცადა მოერგო ეს ანომიის ცნება ამერიკული რეალობისთვის და ეთქვა მაგალითად რამდენად მუშაობდა პრაქტიკაში ამერიკული ოცნება. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი თავად ძველია, ანომიური მდგომარეობები დღევანდელ საზოგადოებებში არსებობს და მე მგონია, რომ რაც ჩვენთან ხდება, ეს არის ამას ძალიან კარგად ხსნის მოკლედ ანომიის თეორია, რაც შეეხება ქმედების აკრძალვას და მისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას. ამას კრიმინოლოგიურად რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთი არის საზოგადოების დაშინება, ამას ხანდახან ხალხი პრევენციას, ზოგად პრევენციასაც ეძახის, ხალხი დაშინდება, ქმედების ინციდენტის შემცირდება, მისი რაოდენობა შემცირდება, იმიტომ რომ ადამიანი არის დაშინებული. ეს ხანდახან მოქმედებს, თუმცა მოქმედებს ნორმალურ პირობებში, როდესაც მაგალითად რაღაცა პრობლემური ქცევა წარმოიშვა და ამ პრობლემური ქცევის წინააღმდეგ სახელმწიფო იღებს რაღაცა კანონს, იქნება ეს სისხლის თუ ადმინისტრაციული, მაგრამ როდესაც ანომიური მდგომარეობა გაქვს შენ, ანომიური მდგომარეობის წინააღმდეგ ქმედებების აკრძალვა ან მკაცრი სასჯელების დაწესება ეფექტიანი არ არის, რადგან ეს საზოგადოებაში შიშს ვერ